სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. მოგვიახლოვდა დიდი მარხვა აღდგომის მარხვადან. თქვენ იცით რომ აღდგომის მარხვის დაწყებამდე ესე იგი არის ხოლმე მიტევების კვირა. მიტევების შვიდეულია, უშუალოდ კვირა დღეა, შენდობის კვირა ხოლმე ასე უწოდებთ. აი როგორც ახლა თითოეულ ოჯახში ხდება ალბათ რომ ძილის წინ ადამიანები ერთმანეთს ვილძის უსურვებენ, რაღაცა დაემშვიდობებიან, დილით მიესალმებიან. ასე მონასტრებში არის წესი რომ ესე იგი საღამოს სერობა ტარდება, ესეთი ღვთისმსახურება არის და ამის შემდეგ ისინი შენდობას თხოვენ ერთმანეთს. აი როგორც ხდება ხოლმე შენდობის კვირას ტაძარში ხო ყველანი ყოფილვართ ამ დროს და მოძღვრისაგან შენდობას ითხოვს მრევლი, ერთმანეთისაგან ითხოვს, მანამდე მოძღვარი ითხოვს მრევლისაგან შენდობას და ესე მონასტერში ხდება რომ ბერები ერთმანეთისაგან შენდობას ითხოვენ რომ თითოეული დღის ბოლოს. და რა მნიშვნელობა აქვს ახლა მაგას რომ მნიშვნელობა ის არის ესეც უფლისმცნების აღსრულებაა. აი პავლე მოციქული ამბობს რომ მზე არ ჩავიდესო თქვენს მრისხანებაზე. ისე არ დაღამდეს, ორი გაგება აქვს. ისე არ დაღამდეს რომ ესე იგი ვინმესთან შერიგებული არ იყო და გარისხებული იყო. ესეთი პატერი კი არსებობს, ერთ-ერთ ეპისკოპოსთან მივიდა სტუმრად ერთ-ერთი ბერი და ამ ეპისკოპოსმა მოუმზადა რაღაცა ფრინველის ხორცი. და ამ ბერმა უთხრა რომ შენდობას აგთხოვთო, მეუფეო, მეო რაც ბერად აღვიკვეცეო, ხორცი არ მიჭამიაო და ვერ შევჭამო და კარგიაო ეპისკოპოსმა უთხრა. და მერე თავისი ისიც გაუმხილა. მე კიდევ რაც ბერად აღვიკვეცეო, გადავწყვიტეო რომ ისე არ დამეძინაო რომ ვინმეზე ნაწყენი ყოფილიყავიო, ან ვინმე ყოფილიყო ჩემზე ნაწყენიო. და ამ ბერმა უთხრა შემინდეთო, მეუფეო, თქვენი სათნოებაო ჩემზე ბევრად აღმატებულია. აი ახლა ხო მარხვა იწყება. რა თქმა უნდა რაღაცისგან თავშეკავება ძალიან კარგია, მაგრამ ის მეტია რომ აპატიო ადამიანს და ის მეტია რომ შენდობა ითხოვო და იმანაც გაპატიოს. აი გარი ყველაზე მთავარი, იმიტომაც აი მარხვის წინ არის ეს დაწესებული საგანგებოდ რომ ახლა ვისაც სინდისი სწორად უმუშავებს, ისედაც ეს დღე რომც არ იყოს დაწესებული, მაინც შენდობას ითხოვს, ახლა ხო არ დაელოდება შენდობის კვირა რომ მოვიდეს, არა, მაგრამ ეს მაინც რაღაცა გიადვილებს კიდე, აი ახლა შენდობის დღე არის, მოდი კიდევ ერთხელ შენდობა ვთხოვოთ ერთმანეთს და განსაკუთრებით ალბათ იმას უნდა ვთხოვოთ შენდობა ვისთანაც მართლა ვფიქრობთ რომ რაღაც შეიძლება მიგვიწყოს დანაშაული. ზოგჯერ შეიძლება სულაც ვერ ვაცნობიერებთ, ისე გავანაწყენეთ ადამიანი, ისე დაუმძიმეთ ცხოვრება, ისე რაღაცა უსიამოვნება შევამთხვიეთ. ამიტომაც ყველასგან ითხოვს იქ ტაძარში მრევლი ერთმანეთისაგან ითხოვს შენდობას. ვინ იცობა იქნებ სულაც მე ვერ მივხვდი და ისე შევწოდე რაღაცა ვიღაცის მიმართ. აი სულაც ყოფილა შემთხვევა რომ ადამიანს შეხედავ, შენი თავი გაგჭირებია და ის ფიქრობს რომ ესე იგი რაღაცა ვერ მიყურებს კარგად. ხო და შეიძლება ამის გამო ნაწყენია ის. შენ სულაც ვერ ხვდები, იმიტომ შენ ერთი ჩვეულებრივი შეხედვა იყო შენი მხრიდან, იმიტომ შენ რაღაცა 1000 ფიქრი ქონდა, რაღაცაზე წუხდი და ნუ ყოველთვის შეიძლება ღიმილით ვერ შეხედვა ადამიანს, ხო? ხო და შეიძლება ამას ეგონოს, რომ ჩემზეა რაღაცა ნაწყენი. ამიტომ იქაც ჯობია რომ შენდობას თხოვო. ესე იგი, აი ეს მარხვა რომ იწყება, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ თუ იმასთან გვაქვს რაღაცა ესეთი ურთიერთობა, რომ რაღაცა გული არ გვიშვებს ბოლომდე, რომ ლაღათ ესე დავიწყოთ მარხვა, ადამიანმა უნდა მოახერხოს რაღაცნაირად ეცადოს, რომ შენდობა ითხოვოს და ეს მშვიდად დაიწყოს ეს მარხვა. მარხვას რაც შეეხება ახლა მარხვა ის არ არის, რომ ვიღაცას მოაწონო და მოაჩვენო თავი რომ მარხულობ. უნდა შენთვის იმარხულო, ღვთის წინაშე უნდა იმარხულო, ადამიანების წინაშე კი
დაიბანეო პირიო ზეთი იცხეო უფალი რომ საზეიმოდ გამოიყურებოდე და არა ისე თავპირი ჩამოგტიროდეს რომ არიქა ხა შენ მარხვაზე ხარ და არაფერს არ ჭამ და არაფერს არ სვამ. ადამიანების მოსაჩვენებლად დასანახად არა. აი გახსოვთ ერთი პატერიკი რომ არის მოწაფე და თავისი მოძღვარი მიდიან ესე მინდორზე გაივლიან და იქ ახლა მშრომელი ხალხი ზის და პურს ჭამს. როგორც ხდება ხოლმე სოფელში ახლა შუადღით პურს შეჭამენ გაშლიან სუფრას და ესენიც მიიწვიეს და არა და ამათი მარხვა ესეთია რომ ესე იგი ზოგადად ქრისტიანების მარხვა ესეთი იყო რომ დღის ბოლომდე არაფერს არ ჭამდნენ და დღის ბოლოს ისიც სამარხოს და ესენი მარხვაზე არიან ნიშნავს რომ დღის ბოლომდე არაფერი არ უნდა ჭამონ. მაგრამ იმათ რადგან სიყვარულით მიიპატიჟეს ხო არის ხოლმე რომ გადაძახებენ მოვძანდით თითო ჭიქადალიეთ თუ რაღაცა მიერთვით ხო გვერდზე მინდორში რო ვიღაც იყოს ხო შეძახებენ. აი ჩემ პატარაობაში ესე იყო ხოლმე ესე ხდებოდა ხოლმე ხშირად და ეხლა უკვე კარგი ხანი აღარა მაქვს ამის შესაძლებლობა. მე სხვა ბაღი მაქვს ეხლა პატარები არიან ჩემი ყვავილები და ვარდები და ვენახი ისე რომ მიწისთვის იმდანაც ვეღარ ვიცლი. აი ესენი არიან ყვავილები. ხოდა მივიდნენ ესენი მათი სიყვარულის გამო მომწყარ მოუთხარო წამოვიდე მივიდეთ. შეჭამეს ყველაფერი რაც შესთავაზეს და წამოვიდნენ. და რომ მოდიან ეს მოწაფე წავიდა გზად და წყალი უნდა დაელია. და რასაკეთებო მოძღვარ მოუთხარ წყალი უნდა დავლიო და კი მაგრამ ეხა ჯერ ხომ არ ხო არისო. დამოწაფეს გაუკვირდა მამაო ჩვენი ყველაფერი ჭამეთო და თუ მარხვა იყო რა ვიცი და იქო მათი სიყვარულის გამო ჭამეთ მოძღვარ მოუთხარ და ეხლა კი ჩვენ ღვთის წინაშე უნდა ვიმარხულოთ. ანუ მათ არ დაანახოს რომ ჩვენ ესე მკაცრად ვმარხულობთ, მაგრამ უკვე როცა განმარტოვდნენ მაშინ უკვე ღვთის წინაშე უნდა ემარხულოთ. აი ამაზე ელაპარაკე რომ ჩვენც ესე უნდა მოიქცეთ, ესე იგი ვიღაცის დასანახად კი არა, შეიძლება ზოგჯერ ადამიანი ესე იგი არაფერი არ ჭამოს სხვაგან და მერე სახლში რაღაცა ზედმეტიც კი მოუვიდეს. და იქ მათი სიყვარულის გამო უნდა მიიღო, მაგრამ შენ როცა მარტო რჩები ის ღვაწლი შენ უნდა იცოდე და ღმერთმა უნდა იცოდეს. ზოგჯერ არის რომ ჩვენ გამოვაცხადებთ რომ არის აი მარხვაზე ვართ, ასე ვართ, ისე ვართ. მერეს ხებს ტუქსავთ შენ რატო არა მარხულობ? ჩვენ არავისი მარხვა არ გვეკითხება. ჩვენ ჩვენი მარხვა გვეკითხება და თუ არ გეკითხებიან ჯობი რომ სულაც არა თქვა რომ შენ მარხულობ. მაგრამ თუ გეკითხებიან, იქ არ უნდა მოგერიდოს რომ მარხულობ. აი ეს ორი რაღაცა. ერთი რომ თუ არ გეკითხებიან, არ უნდა ისაქნო თავმომწონეობით რომ არ იქა მარხულობ და მეორე არც უნდა შეგწყეს ადამიანების რიდის გამო და კაცთმოთნეობის გამო უფალს არ უნდა უღალატო. არ უნდა შეგწყეს ამისი თქმა. ხოდა მერტი შეგვეციოს რომ ესე მშვიდად დაგვეწყოს მარხვა ერთმანეთისათვის შენდობა გვეთხოვოს და სიწმინდით აგვეღოს ეს მარხვა და მარხვა ყოფილიყო სინანულისა. აი ეფრემასურის ლოცვები ფაქტიურად ხვალ საღამოდან უკვე იწყება, სამშაბათს საღამოდან იწყება. როგორ არის რომ მოგვანიჭა უფალო განცდა თვისთა ცოდვათა. აი ეს არის მთელი მარხვის თავარი შინაარსი, რომ საკუთარ ცოდვებზე სინანული. მარხვა სინანულისაო და აღდგომა სიხარულისაო. ერთმა ინებას რა ღვთისთვის სათნოდ გაგვეტარებინოს თითოეულ ჩვენთაგანს ეს მარხვა. მშვიდობა ყოფილიყოს აი ჩვენს ოჯახებში, აი კაცი თუ მარხულობს, ესე იგი და ოჯახში ესე იგი მშვიდობა არა აქვს, აი მისი მხრიდან შფოთი მოდის, ეგ უკვე არ არის სწორი. ჩვენი მხრიდან შფოთი არ უნდა მოდიოდეს. ჩვენი მხრიდან მშვიდობა უნდა მოდიოდეს, იმიტომ რომ შფოთი ეშმაკისგან მოდის. ღმერთი კიდე არის მეუფე მშვიდობისა. შეიძლება ჩვენ ამაზეც უნდა ვიფიქროთ, ესე იგი ზოგჯერ ადამიანი მარხულობს, მაგრამ ისე უხეშად ეუბნება, ისე შეურაცხყოფს, ისე განურისხდება, ისე როგორ არის, აი ნახეთ, ერთი ადამიანი იყო, ერთ-ერთი წმინდა მამა შეხვდა და ესე იგი ამ მონაზონმა ბერმა ესე იგი აიღო ესეთი ღვაწლი, რომ ერთი კვირა არ ჭამდა ხოლმე საჭმელს, კვირაში ერთხელ ჭამდა, მაგრამ ძალიან მრისხანე იყო. და
ამ წმინდა მამამ უთხრა, არ მახსოვს ახლა რომელი წმინდა მამა იყო სამწუხაროდ, უთხრა რომ აიო შენო ერთკვირიანი მარხვა საჭმელისგან თავშეკავება გისწავლიაო, მაგრამ რისხანებისგან ერთი დღე ვერ იკავებო თავს. არა და ეს უფრო მეტია, რომ შენ სიმშვიდით უთხრა ადამიანს. ჯობია ხორცი ჭამო და სიყვარულით მოექცე კაცს, ვიდრე არაფერი არ ჭამო და ეშმაკი არაფერს არ ჭამს. მაგრამ იმას სინანული არ აქვს და ადამიანებისთვის სიკეთე არ უნდა. ხო და მაგრამ თუ მარხულობ და თან ამას ვცდილობ რომ სულიერად ჯანსაღად იყო არა, ეს კიდევ უფრო მეტია. ყველა თავის ნებებს უნდა ებრძოდეს ამ მარხვაში. აი ხო არის რომ ჩვენ ვიცით ზუსტად ყველაზე მეტად რა ვნება გვაქვს. პირველი იმას უნდა ებრძოლო. აი სიტყვაზე ვიღაცა თამბაქოს გარეშე ვერძლებს, ვიღაც მრისხანე არის, ვიღაც ზარმაცია, ვიღაც ნაყროვანია, ვიღაც რაღაც უწმინდურ ცოდვაშია. ყველაზე მეტად იმას უნდა ებრძოლო, რომელიც ყველაზე მეტად გებრძვის. სულიერი ცხოვრების კანონი ეს არის. ის კი არა რომ დაუშვათ აი ვიღაცა იყოს და დაუშვათ აი მრისხანე ადამიანი და თქვას რომ მოდი ახლა მე სიზარმაცეს ვებრძოლო. ეგ არასწორი იქნება. ეგ იმას ნიშნავს, ახლა წარმოედგინეთ სახლში რომ ფანჯარა ჩაიმტრეს, რომელიც ჩაიმტრევა, ხო ის უნდა შეაკეთო ჯერ. შეიძლება სხვა გაბზარულია გვერდით ეს, მაგრამ იმ გაბზარულს კი არ შეაკეთო, რომელიც იმ წუთშია ჩამტრეული, რომ იქიდან ქარი შემოდის, თოვლი შემოდის, ჯერ ის უნდა შეაკეთო. სულიერ ცხოვრებაშიც ესე. სადაც არის გარღვევა, ჯერ იქ უნდა იზრუნო. ღმერთმა მშვიდობის დილა გაგითანოთ, აბა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ ღმერთმა.